საკრებულოს წევრმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში გუშინ განვითარებული მოვლენების შეაფასა. გაბუნიას განმარტებით სასამართლოში შეტანილი ნაციონალური მოძრაობის არჩელი პიარის ნაწილი იყო. საკრებულოს წევრმა თბილისის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა, რაც საკრებულოს დაკარგულ უფლებებს აღუდგენს. გაბუნიას განცხადებით, უმრავლესობის სურვილია კანონში შევიდეს მუხლი, რომელიც მერის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას შესაძლებელს გახდის. მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ ყოფილმა ხელისუფლებამ ნაციონალურმა მოძრაობამ თავის ერთ-ერთ უკანასკნელ პოლიტიკური თვალსაზრისით უკანასკნელ საყრდენ წერტილში დედაქალაქის თვითმმართველ ერთეულში დაიწყო ამ სივრცეში ყოფილი ხელისუფლების ნაციონალური მოძრაობის ძალაუფლებიდან ჩამოშორების პროცესი. ცვლილებების მთავარი мотиваცია და მიზანი იქნება ის, რომ თბილისის საკრებულომ დაიბრუნოს ის უფლებამოსილება, რომელიც მას გააჩნდა და რომლითაც შესანიშნავად სარგებლობდა ბატონი მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ის იყო საკრებულოს თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოსი. ამის შემდეგ 2005 წლიდან იწყება მთელი პროცესი საკრებულოსის უფლებამოსილების ჩამორთმევის ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მერიისათვის დელეგირების, გადაცემის, რომლითაც პრაქტიკულად თბილისის წარმომადგენლობითი ორგანო დედაქალაქის საკრებულო დავიდა ნოტარიალურ ფუნქციამდე. ანუ ის ამტკიცებდა და ვერ აკონტროლებდა საკუთარ დამტკიცებულს. ჩვენ ახალი უმრავლესობა რა თქმა უნდა არ ვაპირებთ ასეთ მდგომარეობას შევეგუოთ, ამიტომ ვარაუდობთ, რომ შემოდგომაზე დაიწყება საკანონმდებლო ცვლილებები იმისათვის, რომ საკრებულოს დაუბრუნდეს საკუთარი უფლებამოსილება.